ერთი მარტივი მაგალითი, რომელმაც საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. პასუხი არის 1 თუ 25. მოდით განვიხილოთ ორივე შემთხვევა. როდის ვიღებთ პასუხად 1-ს? როდესაც 25-ს ვყოფთ 5-ისა და 5-ის ნამრავლზე. აი ეს ხუთიანი, ნახეთ საიდან მოვიდა? კვადრატული ფესი 25-დან ხომ ეს არის 5-ის კვადრატი. კვადრატი ფესვს მომიხსნის და ფესვის გარეთ ამოვა 5. ხოლო ეს 5 მრავლდება აი ამ ხუთიანზე და ამიტომ წერია ფრჩხილებში, რომ აი ეს არის მოქმედება დასრულებული, წარმოდგენილი როგორც ერთ ნატურალურ რიცხვად. 25 გაყოფილია 25-ზე და ამიტომ გვეწერია 1, ხოლო მეორე შემთხვევაში არის 25 გაყოფილი 5-ისა და 5-ის ნამრავლზე. ანუ 25 გავყავით 5-ზე და რადგანაც კვადრატული ფესვიდან ეს 5 ამოდის და ამ ხუთიანზე მრავლდება, წერია ზუსტად ეს აქ. და აი ამ შემთხვევაში უკვე აქ რადგანაც გაყოფაც და გამრავლებაც ერთ საფეხურზე მდგომი ნიშნებია, ვასრულებთ ზუსტად იმ თანმიმდევრობით, როგორც წერია. 25 უნდა გავყოთ ჯერ 5-ზე, არის 5 და 5 გავამრავლე 5-ზე და ამიტომ მივიღე 25. ეხლა სინამდვილეში რომელია სწორად ჩაწერილი ამ შემთხვევაში? ეს არის ერთი კონკრეტული რიცხვი. ჯერ ეს უნდა დავასრულოთ და შემდეგ უნდა გადავიდეთ მოქმედებებზე. როდესაც ამას დავასრულებთ 5 რო ამოვა კვადრატული ფესვიდან ის გამრავლდება 5-ზე, მივიღებთ ერთ სახეს და 25 გაიყოფა 25-ზე და იქნება 1. სწორედ 1 არის ჩვენი სწორი პასუხიც და ეს არ შეგეშალოთ. თუ კი აქ გამრავლება ეწერება, მაშინ 3 განსხვავებული რიცხვი იქნება, რომელსაც უკვე ამ თანმიმდევრობით გავაკეთებთ. იმედია მოგეწონება ეს ვიდეო და აღარასდროს აღარ შეგეშლება მსგავსი სავარჯიშო. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გაუზიარე მეგობრებსაც, გამოიწერე გვერდი, რადგან ძალიან ბევრ საინტერესო ვიდეოს და თემას შემოგთავაზებთ კიდევ.